ვისაუბრებთ ჩვენს პარტნიორებთან გადაცემის პირველ ბლოკში Grant Thornton საქართველოს პროკრედიტ ბანკი და ვისაუბრებთ ხელმისაწვდომობაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კომპონენტები, ბანკებთან ურთიერთობა SME სექტორში. გადაცემის მეორე ბლოკში ასევე ჩვენი პარტნიორები შემოგვიერთდებიან, ავტობანი და ბიზნესი და ტექნოლოგიების აკადემია და ვისაუბრებთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ზოგადად და იმ საჭიროებებზე, რაც დღეს ქართულ ბიზნესს აქვს. საკმარისი მეტი ბიზნესი გაქვთ, მოკლედ რომ საქმიანი 1 საათი გაატაროთ ჩვენთან ერთად. გადაცემის პირველ ბლოკში მე მინდა მივესალმო, როგორც დაგიანოსეთ და როგორც წინა სიტყვაში ვახსენე, Grant Thornton საქართველოს მმართველი პარტნიორი. ბატონი პაატა შუღაია არის ჩვენთან ერთად, პაატა დღემშვიდობის ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის. ბატონი გელა ბაქრაძე, პროკრედიტ ბანკის მცირე ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, მოგესალმებით ასევე გელა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონებო, პირველ რიგში მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ Grant Thornton საქართველოს ინიციატივისთვის, პროკრედიტ ბანკს მასპინძლობისთვის და ძალიან მაგარი ვორქშოპის ჩატარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს, რომ ამაღლებულიყო ცნობიერება გარკვეულწილად იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოს SME სექტორმა ბანკებთან ურთიერთობაში, ინვესტორებთან ურთიერთობაში, რატომ არის პროფესიონალური მომსახურება აუცილებელი, რატომ უნდა ისარგებლონ მათ პროფესიონალური ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურებით, ბიზნეს კონსალტინგით და ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან მაგარი პირად შტაბ-ეჭდილებებს ვაზიარებ, უბრალოდ ძალიან მაგარი კონფერენცია წარიმართა თავისი პანელით და სპიკერებით. ამიტომაც მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის. პაატა, რაც შეეხება ძირითად კონტენტს და ძირითად მიმართულებას და მიზანსაც, მათ შორის, რომელიც იყო იდენტიფიცირებული თავიდან ბოლომდე აი ამ ღონისძიების ფარგლებში, რომ მომხდარიყო ერთგვარი ცნობიერების გაზრდა, ამაღლება რეალურად და მათ შორის რჩევების, რეკომენდაციების ველი არსებული სიტუაციის გაანალიზება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა. საბოლოო ჯამში გთხოვ, რომ მოკლედ გავაკეთოთ რეზუმირება აღნიშნული ღონისძიების და შემდეგ უკვე გადავიდეთ უშუალოდ წერტილოვან კითხვა-პასუხზე. ისმენ ყურადღებას. მოგესალმებით, მადლობა სანდრო მოწვევისთვის. შენ მონაწილეობდი ამ ღონისძიებაში და ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ. ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა იმას, რომ ჩვენ SME სექტორისთვის მიგვეწვინა ხმა უფრო განსხვავებული კუთხით. ფორმატი ღონისძიების არ იყო ის, რომ რაღაც პროდუქტი ჩვენ შეგვეთავაზებინა, უფრო მეტად ეს იყო ღონისძიება ფორმატის იმ ჭრილში, რომ დაგვენახებინა იმ პროდუქტების ათვისება, როგორ შეიძლება უფრო უკეთესად და რესურსების მობილიზება უკეთესად, რაც დღეს ბაზარზე არის შეთავაზებული ბიზნესისათვის. ამ შემთხვევაში მადლობა პროკრედიტ ბანკს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენი გამოწვევა ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელსაც ეს ფინანსები აქვს და სხვადასხვა სექტორ შეიძლება ეს მოხმარდეს სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ შემთხვევაში როგორც კონსულტანტები, ბიზნეს ვეხმარებით იმისათვის, რომ მან დაიჭიროს სწორი ეტაპი, სწორი პერიოდი იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგ დროს შემოიყვანოს და შემოიტანოს ბიზნესში ფინანსები. შესაბამისად, როგორც შენ ახსენე, ეს იყო, ასე ვთქვათ, ღონისძიება არა ინფორმაციისთვის, არამედ იმ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მიწოდების კუთხით, იმ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არხების დანახების კუთხით, რომ ბიზნეს ჩვენ უთხრათ, როგორ შეიძლება, როგორ უყურებს ბიზნეს კონსულტანტი, რა ტიპის რჩევები შეიძლება მან გასცეს და ამ შემთხვევაში ბანკის მხრიდანაც იყო ინფორმაცია მიწოდებული იმ ჭრილში, რომ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისად ბიზნესის მომზადება და ბანკის მხრიდან და ჩვენი კუთხითაც შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება ეს ყოფილიყო თანხვედრაში. აქედან გამომდინარე, ფიქრობ, რომ ის შიდა სამზარეულო, რომელიც ჩვენ გავაზიარეთ, ეს შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ ეს ფაზლი შეერთეს ისე, რომ საბოლოო ჯამში ამის ინტეგრირება და რეინვესტირება, ასე ვთქვათ, უკუგება მოხდეს მერე უკვე ეკონომიკის ჭრილში. ძალიან დიდი მადლობა. დაგიბრუნდებით აუცილებლად. გელას არ მექნება შემდეგი კითხვა რეალურად, იმიტომ რომ ჯამში ხა ბატონმა პაატამ რაზეც ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აი ერთგვარი სტრუქტურირება საბოლოო ჯამში, რომ მოხდეს ცალკეული მიმართულებების განვითარებაც, ცნობიერების ამაღლებაც, მათ შორის აი როგორ უნდა ვიურთიერთოთ კომერციულ ბანკთან. ინვესტორების ნაწილი ცოტა მოგვიანებით მოვიტოვოთ, აი უშუალოდ თქვენ ხა პროკრედიტ ბანკს წარმოადგენთ და მე მაინტერესებს აი დღეს არსებული სტრუქტურა, ურთიერთობის სურათი, პარტნიორობის ველი. პასუხისმგებლობის რისკების აღების კომპონენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ გვაქვს ასევე საფასილიტაციო კომპონენტებიც, როდესაც აი მათ შორის კონფერენციაზეც გაჟღერდა, როდესაც სახელმწიფო გამოდის ხშირ შემთხვევაში ფასილიტატორად სხვადასხვა SME სექტორის წარმომადგენლების პრიზმაში, როგორია დღეს არსებული სტრუქტურა SME სექტორთან ურთიერთობის, მათი დაკრედიტების, კიდევ ერთხელ მოვიშველიებ მე ამ შემთხვევაში სტატისტიკას,
ეს სტატისტიკა არის მზარდი, კრებსითაც რო ავიღოთ დღეს საბანკო სექტორი და არსებული გამოწვევები, დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი წლიდან წლამდე SME სექტორის დაკრედიტების მაჩვენებელი. შეიძლება ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ რეალურად ყინული უკვე გალღვა, პროცესები უკვე დაიწყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად SME-ს შეუძლია საკუთარ თავზე რისკების აღება. უშუალოდ თქვენი გამოცდილება და თქვენი ხედვა როგორია ამ კუთხით? კი ბატონო, მადლობა სანდრო მოწვევისთვის, მივესალმებ თქვენ ტელემაყურებლებს. აღნიშნულ კითხვაზე მე ვეცდები, რომ ბანკის სტრატეგიის ფარგლებში უპასუხო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პროგრედიტ ბანკი ძირითადად საკრედიტო დაბანდება შედგება მცირე და საშუალო ბიზნესების მომსახურებით და საკრედიტო კუთხით მათი მხარდაჭერით. და ბოლო პერიოდში ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ის ბაზრის წილი, რაც დროს გვიჭირავს, მინდა რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ. ბაზრის წილის და ძირითადად გვინდა მოხდეს მცირე და მიკრო მეწარმეების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რაოდენობაში ჩვენ გვინდა კლიენტების SME სექტორის ბაზის ზრდა. ამისათვის ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ბანკში, გავზარდეთ ნეტვორკი, ეგრეთ წოდებული გულისხმობ ფილიალების გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რაღაც რამდენიმე თვის უკან გავხსენით თელავის ფილიალი, გავაფართოვეთ ქუთაისის ფილიალი, ბათუმი, ასე შემდეგ და ეს პროცესი გრძელდება. ანუ ეს პროცესი გრძელდება და როდესაც ბანკს აქვს სტრატეგიის დონეზე განცხადებული, რომ ჩვენ გვინდა ბაზრის წილის ზრდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოფერხებელი ესე გამოწვევა, რაც დღემდე ჯერ კიდევ ბაზარზე არის, განსაკუთრებით ამ სეგმენტში არის ფინანსური ინფორმაციის სტრუქტურიზება, ფინანსების ზოგადად ბანკისათვის ხელმისაწვდომობა, რადგან კომპანიებს ფინანსური კუთხით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათი აღრიცხვის, სტრუქტურირებული ფორმის მიცემის და ჩვენ ხშირად გვესმის ბანკების მხრიდან, ბანკ კლიენტების კუთხით, პოტენციური კლიენტების კუთხით, რომ ეგრეთ წოდებული დრო, როცა კომპანია მიმართავს ბანკს სესხზე და მიიღებს და დროის ხანგრძლივობა კომპანიის მიმართვიანობასა და ბანკის პასუხს შორის ხშირად ხანდახან არის გაწელილი. და ამის ძირითადი მიზეზი და გახანგრძლივების მიზეზი არის ეგრეთ წოდებული ბანკის გამოწვევა, რომ კომპანიიდან ამოიღოს ის ფინანსები, რაც ბანკს სჭირდება, იმისათვის რომ დაწყლება მიიღოს, იმისათვის რომ ძლოდიანი პარტნიორი გახდეს კომპანიის და მე ხშირად გვხდება საუბრები, როცა ბანკი ითხოვს ბევრ დოკუმენტაციას ითხოვს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს დღემდე ესე რა თქმა უნდა ყველა კომპანიას არ ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მიკრო და მცირე კომპანიებს არა გვაქვს სტრუქტურირებული ფინანსები. ბანკი მე ვხვდები აბსოლუტურად თქვენ მათ შორის დიპლომატიურადაც საუბრობთ ამ მიმართულებით, აბსოლუტურად მოყვებით ჯელობაში, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი რომ დავარქვათ, ჯამში მე ვიტყვი ამას თამამად, რომ ჯამში ჩვენ გვიჭირს ჯერჯერობით SME სექტორში კრებსითად ეხლა ცხადია ყველას არ ეხება, კრებსითად გვიჭირს ვაწარმოოთ გამართული ბუღალტერია, დოკუმენტაცია, რაც მერე უკვე ბანკისთვის, ინვესტორისთვის იქნება მისაღები და მერე მასთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, ხო არ არის აქ ზედმეტი ფილოსოფია აუცილებელი და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ და მადლობა ამ პასაჟისთვის, რომ მოუწოდებთ ჩვენ რეალურად SME სექტორის წარმომადგენლებს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ დოკუმენტაციას. აი აქ არის ზუსტად Grant Thornton საქართველოს როლიც. და პატა მინდა დაგიბრუნდეთ აუცილებლად და გითხოთ, რომ აი მე ხა ვახსენებ სტატისტიკურად, რომ ბანკების დამოკიდებულება დაკრედიტების ნაწილში გაზრდილი არის, მაგრამ ამავდროულად ეს პირდაპირ კორელაციაში არის იმ ესე ვთქვათ გამართულ ბუღალტერიასთან, ფინანსების მართვასთან და ასე შემდეგ, რაც SME სექტორს უნდა კონდეს. დღეს არსებული სურათი Grant Thornton საქართველოს პრიზმაში რას გვეუბნება და როგორია დინამიკა ამ კუთხით, რამდენად დაიწყო SME სექტორის დიდმა ნაწილმა დღეს არ მოყავს ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ გათეთრება ასე ვთქვათ. კარგი სიტყვა არის ნამდვილად. თითქოს სანდრო გულსხმელები რო ვიყოთ ფინანსური ინფორმაციის გამჭირვალობა, ფინანსური ინფორმაციის დროულობა გაზრდილი არის, როგორც ხარისხობრივად, ისე პროფესიულ ჭრილშიც, მაგრამ როგორც მოვისმინეთ, მიუხედავად ამისა, რაღაცა ეტაპთან მიმართებაში მაინც ბიზნესი არის მოუმწიფებელი. მაგალითად, ბიზნესს, როდესაც ჭირდება გაფართოება, პირობითად ახალი პარტნიორის შემოყვანა, ბანკთან ურთიერთობის დამყარება, ახალი ინვესტორის მოძიება, ხო? ამ შემთხვევაში ხდება რაღაც გარე სხეულის ისე შემოსვლა, რომ თითქოს თავიდან ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რაღაც ეტაპზე შემდგომ ცუდად გადაიქცევა. ზუსტად ამ დროს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სერვისი, რომელსაც გვია შენ კარგად იცნობ ამას, ფინანსების 360 და ფინანსების 360-ის მნიშვნელობა არის შემდეგი, რომ როგორც ქართულად ხდება, რომ რაღაცა მოგვინდება
და მერე ვიწყებთ ამის მომზადებას და როდესაც მომემზადებით უკვე აღმოჩნდება რომ თურმე ეს არ უჭირდება, იმიტომ რომ დაგვიანებული არის რაღაცა პერიოდის კუთხით, ან არ არის სწორად შეფასებული ეს ნამდვილად გვინდოდა თუ არა. შესაბამისად ჩვენ ვეუბნებით ბიზნესს, რომ ფინანსების 360 არის ისეთი ხედვა, რომ შენ ყველა ეტაპზე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მიუხედავად იმისა, შეიძლება დაგჭირდეს, ან შეიძლება არ დაგჭირდეს. ზოგადად კორპორაციების ნაწილში, აი თუნდაც რაც გელამ აღნიშნა, ხო? ანუ ისინი უყურებენ ფრთხილად ამას, იმიტომ რომ რისკებს ზომავენ. და ზოგადად ჩვენს ჭრილში ვეუბნებით, რომ რისკების არსებობა ცუდი არ არის, რისკების არსებობა არის კარგი, ნებისმიერ ბაზარს ახლავს რისკები და მით უმეტეს ეხლა ისეთი არის ბაზარი, რომ რაღაცის განჭვრეტა შეუძლებელი არის. შესაბამისად დღეს შეუძლებლობა უკვე არის შეაძლებელი რაღაც, ეს წარმოვიდგინოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი კონცეფციის ფარგლებში ვამბობთ შემდეგ რაღაცას, რომ ფინანსები 360 უშვებს რისკების ქონას და ეს აუცილებელია ბიზნესისათვის, ოღონდ ჩვენ ვნერგავთ რისკების კონტროლის ღონისძიებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რისკი, როდესაც მოხდება, მას უნდა ქონდეს სცენარი 1, სცენარი 2, სცენარი 3 მიტიგაციის კუთხით, რომ ამ რისკმა დიდი გავლენა არ იქონიოს და ბიზნესი არ დაზარალდეს. შესაბამისად, როგორც აღრიცხვის კუთხით, ანუ დიაგნოსტიკის კუთხით, ბიზნესის მოწესრიგებულობის კუთხით, ისე საოპერაციო ჭრილში, ფინანსები ნებისმიერ ბიზნესში დამეთანხმები შენ და ჩვენი კოლეგები, რომ თითქოს არის ისეთი ტიპის დეპარტამენტი, ისეთი ტიპის განყოფილება, რომ ყველაფერს აკონტროლებს, ყველაზე როგორ ვთქვათ, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ყველაზე არასასურველი ხალხი არის თითქოს, იმიტომ რომ ბევრი ხარჯვა არ უყვართ, ხო ფინანსების კონტროლი უყვართ, ყველაფერზე კითხვას ვამს, ეს ხარჯი რატო გაიწია შემდგომ. თუმცა ჩვენ ამას ვხედავთ უფრო სხვანაირად, ანუ სხვანაირად ისე რომ ეს ფაზლის ისეთი ნაწილი იყოს საოპერაციო ჭრილში, რომ ბიზნეს მოდელი ფინანსებთან იყოს შესაბამისობაში, ფულადი ნაკადების შემოდინება შესაბამისობაში იყოს გაყიდვებთან. ამ შემთხვევაში გაყიდვებს ფინანსები არ ახდენს, გაყიდვებს ახდენს შესაბამისი ხალხი, ვინც პროდუქტზე მუშაობს, ხო? აქედან გამომდინარე ფინანსების 360-ის მნიშვნელობა არის, რომ ეს ყველა ბიზნეს პროცესი დაალაგოს ერთად, ფაზლი რომელიც არის სწორად შეაერთოს, რომ ისი არ მოხდეს, რომ არ იმუშაოს, მაგალითად და იგივე კორპორაციებში რაც ვახსენე, ეგრეთ წოდებული მერჯერები და ეკვიზიშენი. ყველაზე ისეთი თემა არის, რომ ასე ვთქვათ, celebration, ღირსშესანიშნავი თემა არის, როდესაც მოხდება, მაგრამ M&A-ების ტრანზაქციების სტატისტიკურად 60% ყოველთვის სრულდება განქორწინებით. იმიტომ რომ ეს შეგუებლობა განსხვავებული არის, ღირებულებები განსხვავებული არის, თანამშრომლების შრომითი კულტურა განსხვავებულია, ფინანსების კულტურა არის განსხვავებული და შესაბამისად ბანკს პირობითად, როდესაც ბიზნესს უყურებს, ესეთი რაღაცები არ უყვარს. ბანკს უყვარს, რომ ბიზნესი იყოს მზად, სტანდარტულად, ინსტიტუციურად ცივად უყურებდეს პროცესებს და ამ ყველაფერში ეს პროცესები, რომელიც არის აღწერილი, უნდა იყოს იმპლემენტირებული. ხშირად ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ გვიწევენ იგივე ფინანსების 360-ის კუთხით, რაც გამოცდილება გვაქვს, რომ შევაფასოთ პოლიტიკები, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და შემდგომ მისი ინტეგრაცია მოვახდინოთ. და პრობლემა რაში არის? ინტეგრაციაში ჩვენ გეხმარებით, და ანუ დავეხმარებით, მაგრამ ინტეგრაციის, იმპლემენტაციის ნაწილი არის შენი გასაკეთებელი. იმიტომ რომ ჩვენ რასაც დავწერთ და გავაკეთებთ, და ხშირად მესმის კომპანიების მოთხოვნა, რომ გქონდეთ სხვადასხვა სერტიფიცირება, მაგათ აღიარება ISO-ს მიმართულები და ასე შემდგომ, მაგრამ როგორც კი მოიპოვებენ ესეთ რაღაც, როგორც კი გაკეთდება პირობითად, ან ერთ სესხს ავიღებთ, ან ერთ რაღაც კაპიტალურ საინვესტიციო ურთიერთობას დავამყარებთ, შემდგომ ამის განვითარება არ ხდება. შესაბამისად, ეს უნდა იყოს კულტურის დონეზე, როგორც ჩვენ ეთერამდე საუბრობთ, DNM-ის დონეზე უნდა იყოს, რომ ეს პროცესი არის განგრძობითი. ამას არ აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. ეს ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს. ძალიან მაგარი პასაჟი არის და აბსოლუტურად მოყვებით ამაში. გელა, მე მაინტერესებს ახლა თქვენ პროკრედიტ ბანკს, ახლა მე ყოველთვის ვახსენებ ხოლმე სუბიექტურად არ ვამბობ ამას. ჯერ ერთი ხართ ერთ-ერთი ყველაზე ბიზნეს ფრენდლი ბანკი და მათ შორის ხართ ბანკი, რომელიც ბაზარზე ავსებს ძალიან ბევრ ვაკუუმს და ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს რაზე? სეგმენტი ხო თქვენი, აი თუნდაც იგივე განახლებადი ენერგიის ნაწილი, მწვანე ენერგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი დოზით არის წარმოდგენილი პროკრედიტ ბანკის სერვისები.
ბევრი ჭრილში, ხო? აი მე მაინტერესებს ეხლა უმეტესობას აი ამ ნაწილში, აი ეკო კომპონენტები, ეკომდგრადი კომპონენტები, თუნდაც იგივე მზის ენერგიის ნაწილი და ასე შემდეგ, უმეტესწილად SME სექტორის მოთამაშეები წარმოადგენენ. მე მაინტერესებს ეხლა აი ანალიტიკურად, ხო, ანუ აი თითოეულ მიმართულებას თუ გავყვებით და გავაანალიზებთ, ანუ საკმაოდ საინტერესო, მზარდი კომპანიები არიან, მაგრამ აი სეგმენტურად, ხო, მე უშუალოდ თქვენს კლიენტებზე და ლოიალურ პარტნიორებზე არ აქვს საუბარი მარტო. მე საუბარი მაქვს ზოგადად ეკოსისტემაზე. აი აქ რა სურათი გვაქვს ძირითადად და ნუ აი ახლა ვიცით მაგალითად რომ აი ეს სექტორები რაც მე ჩამოვთვალე ბოლო პერიოდში გახდა კი bankable ნამდვილად, მაგრამ აი ჯამში ერთია რას გვეუბნება სტატისტიკა, მაგრამ მეორეა რას გვეუბნება უშუალოდ პრაქტიკა და ახლა რა ვიცი, ყველაზე კარგი პრაქტიკოსები ბანკირების პრიზმაში თქვენ ბრძანდებით და აქედან გამომდინარე აი მითხარით რა სურათი გვაქვს ამ კუთხით. მადლობა სანდრო. აუცილებლად მინდა რისკების კომპონენტი შევეხო. კი, ძალიან აი ფანტასტიკურად ჩამოაყალიბდა ეს კომპონენტი. ზუსტად იმ ჭრილშია, როცა აი როლი ხო, პატავს გავსი განთონთორის გავსი კომპანიებისთვის და ბანკისთვის, ანუ ბანკი რას ცდილობს, როცა რისკებს ეხება საქმე, რომ ბანკი არ ცდილობს იმას, რომ კომპანიებს რისკი არ ქონდეთ, რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის იქნება, ადგილზეა, ბანკი ცდილობს იმას, რომ რისკი იყოს დანახული, რისკი იყოს შეფასებული და ის სცენარები, რაც პატამ აღნიშნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სცენარები მაშინ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, როცა რისკებს ვხედავთ. პროგრამით ბანკი თქვენ იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი ბიზნეს მოდელის ფაკუთხედი არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ხო, ამ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაში ზუსტად ამას გულისხმობდით ამ წლების განმავლობაში, რომელიც ბანკის ბიზნეს მოდელშია ინტეგრირებული. ფინანსურ შეფასებას, რისკების შეფასებას, იდენტიფიცირებას და იდენტიფიცირების შემდეგ გააზრებულ და ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებებს. ანუ ეს არის აქ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ამ კუთხით აი როლი, როგორც Grant Thornton და მსგავსი კომპანიების არის, ხო? ანუ ბანკს არ შეუძლია, ბანკს აქვს რაღაც ლიმიტი, ხო? ანუ ჩვენ მეცაც გეტყვით ფინანსურ ინფორმაციაზე და ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვაზე დაფუძნებული ეგრეთ წოდებული pricing-იც გვაქვს. ანუ რაც მეტია ფინანსური გამჭვირვალობა კომპანიების მხრიდან, მით მეტად შეღავათიანი პირობები შეიძლება რომ შევთავაზოთ ჩვენ მიმდინარე თუ ახალ კლიენტებს. ანუ ამ კუთხით ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ბანკს შეუძლია, იქნება ეს ცნობიერების ამაღლება, იქნება ეს მონეტარიზაცია აღნიშნულის, მაგრამ მარტო ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია თუ ეს შეერთდება ერთად Grant Thornton, პროკრედიტი, სხვა კომპანიები, სახელმწიფოს როლიც არის ძალიან დიდი და ხშირ შემთხვევაში მარტო გათეთრებასთან არ აქვს საქმე. აქ გვაქვს გადასახადების გადახვდელი კომპანია, რომელსაც არ აქვს სტრუქტურირებული ფინანსური აღრიცხვა, კიდევ ერთხელ, რომელიც შეიძლება აღრიცხავდეს ფინანსურ ინფორმაციას, არ ვიცი, Excel-ის ფაილში, არ ვიცი, რაღაც სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს ყველაფერი იყოს თუნდაც გამარტივებული IFRS-ის სტანდარტის მიხედვით, ორმაგი გატარების ბუღალტერულ უწყისში, გამართული ბუღალტერია, მერე უკვე მენეჯერული ფინანსური აღრიცხვა, რომელიც პირველ რიგში რა თქმა უნდა იგივე კომპანიებს ეხმარება და მსგავსი გაუგებრობები, რაც პაატამ ახსენა, ეგრეთ წოდებული merging-ის დროს, იქნება ეს ბანკთან ურთიერთობაში თუ ასე შემდეგ, უკვე თავიდან იქნება არიდებული. და ერთს დავამატებ, აუცილებლად მინდა რომ თქვა ამის შესახებ დღეს ჩვენ როგორ ვართ. დღევანდელი ბაზარი რომ მივამხილოთ და ორი სიტყვით შევეხები არასაკრედიტო მიმართულებას. პრინციპში სტანდარტია დღეს უკვე, პროგრედიტი ამაში პიონერი იყო, მაგრამ ყველა კონკურენტი ბანკებიც, რომ წარსულში აბარდა ის დრო, როცა კომპანიის ბუღალტერი იქნება ეს თუ დირექტორი, ბანკში მიდიოდა რაღაც ტრანზაქციების გასაკეთებლად, ხო, ფილიალში აკეთებდა ეგრეთ წოდებულ დესკთან ტრანზაქციებს და ეს არასაკრედიტო მიმართულება პრაქტიკულად გადავიდა ციფრულ სამყაროში, ხო, ყველას აქვს ინტერნეტ ბანკინგი, მობაილ ბანკინგი, ასე შემდეგ და მსგავსი პლატფორმების მეშვეობით ოფისიდან ხდება საბანკო მომსახურება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტრანზაქციული მიმართულებით. ჩვენ გვინდა საკრედიტო მიმართულებაც გადავიყვანოთ მსგავს რელსებზე და კიდევ ერთხელ ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ მზად გვაქვს ვიცით ევროპული პრაქტიკა ის ფინანსური ციფრული გადაწყვეტილებები, პლატფორმები, სადაც ხდება დაკრედიტება ისე რომ პოტენციური კლიენტს არ ჭირდება ბანკში ვიზიტი, არ ჭირდება რაღაც თუნდაც ბანკის თანამშრომელის ჩართულობა, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი რაც არის ისევ და ისევ არის
ფინანსური ინფორმაციის მიღება, რაც მარტივად ერთი კლიკის საშუალებით კომპანიის ფინანსურ მენეჯერს თუ ბუღალტერს თუ დამფუძნებელს შეიძლება ერთი კლიკის საშუალებით ატვირთოს ფინანსური ინფორმაცია პლატფორმაზე და პასუხი მიიღოს ისე, რომ საერთოდ ბანკის ჩართულობა არ იყოს პროცესში საჭირო რა. გეთახმებით, აბსოლუტურად გეთახმებით, ხელა, აბსოლუტურად. ბატა, ზუსტად გვჭება 3 წუთი და მე მინდა რომ გავაანალიზოთ, ეხლა მე გამომრჩა არ მიხსენებია კიდევ ერთი მონაწილე, ეს ხო საქართველოს ბიზნეს უკაცრავად ევროპის ბიზნეს ასოციაცია და შესაბამისად, ანუ მე მაინტერესებს აი ინვესტორების პრიზმაზე მინდა აუცილებლად გკითხოთ, აი ინვესტორებთან ურთიერთობის ნაწილში, აი რა ძირითადი ნიუანსები, კაზუსები, რა შეცდომებია ხოლმე ძირითადად დაშვებული, როდესაც ხდება აი უშუალოდ ინვესტორთან ურთიერთობა. სანდრო, ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მინდა აღვნიშნო, არის მონაცემთა ანალიზის საკითხი. იმიტომ რომ ეს როგორც ინვესტორებს ეხება, ისე კომპანიის და კორპორაციის შინ გადაწყვეტილების მიღებასაც ეხება. მონაცემთა ანალიზი, ანუ ეგრეთ წოდებული data analytica, რომელსაც ჩვენ მათ შორის ამ ფინანსების 360-იც ვთავაზობთ, არის შემდეგი რამ, რომ ბიზნესი, როდესაც საანგარიშო პერიოდი მთავრდება და ეს არის პირობითად თვის ბოლო და შემდგომ იწყებს რაღაცების ანალიზს, უკვე დაგვიანებული არის. მიუხედავად იმისა, რომ გელა სულ მცირე ამ რაღაცებს ითხოვს ბანკი, რომ აი რაღაც რისკების რაღაც სიმაღლე იყოს დაწეული ქვევით, ჩვენ ბიზნესს ვეუბნებით, რომ მონაცემების ანალიზი უნდა მოხდეს ყოველდღიურად. ამაში რა არის მნიშვნელოვანი? ამაში არის მნიშვნელოვანი ის, რომ მოხდეს გეგმისა და ფაქტობრივის ერთმანეთთან შედარება და შეპირისპირება. ხშირად ჩვენ არ გვიყვარს და ბიზნესაც მათ შორის არ უყვარს research development-ში, ანუ კვლევაში და ძიებაში ინვესტიციების ჩადება. აქ გულისხმობ იმას, რომ როდესაც რაღაც პროცესი იწყება, უნდა დაიგეგმოს კარგად და ყველაზე რთული კომპონენტი არის ზუსტად დიაგნოსტიკის და დაგეგმვის კომპონენტი. რა თქმა უნდა, მისი იმპლემენტაციაც არის რთული, მაგრამ გრძელი არ არის. როდესაც ჩვენ ვიცი ერთმანეთს რა ინფორმაცია, რა ელემენტები დაუკავშირდეს და თუ არ დაუკავშირდება ამის სხვა სცენარებიც არსებობს, მისი იმპლემენტირება არის ძალიან სწორი. შესაბამისად, მე დიდ ყურადღებას მივაქცევდი და შენი ასე ვთქვათ, დასტურის კვალდაკვალ ვეტყოდი ბიზნესს, რომ განახორციელო მონაცემთა ანალიზი, დროული ანალიზი, ეს მათ დაეხმარებათ იმაში, რომ დაგეგმვაში დიდი დრო დახარჯონ, ეს დაეხმარებათ მათ ბევრად უფრო შემსუბუქდეს ის ინვესტიციების დროის კუთხით, ფინანსების კუთხით, რომელსაც შემდგომ პოტენციურად ხარჯავენ ბანკთან ურთიერთობაში, როდესაც წვალობენ. ეს რისკების ნაწილში იქნება ქვევით ჩამოყვანილი, საბანკო პროცენტის განაკვეთში იქნება მნიშვნელოვნად ქვევით ჩამოყვანილი, მათ შორის ინვესტორებთან ურთიერთობაშიც ეს კომპანიის ღირებულებას აამაღლებს და შესაბამისად უფრო ბევრად იული იქნება სხვა პოტენციურად საფეხურზე კომპანიის გადაყვანა, ვიდრე დღეს არის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩვენ დავასვათ ის, რომ ბიზნესის ეხლა მიმართულება ზოგადად აღრიცხვის კუთხით არის ნორმალური, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის კიდე ბევრი რისი გაკეთება შეიძლება. Ზუსტად ეს გვინდა ჩვენ დავანახო და ფინანსების 360 ამას ამბობ, რომ აი ეს ბევრი რამ რისი გამოყენება ჩვენ შეგვიძლია ამის მაქსიმალურად უტილიზება გავაკეთოთ და ჩვენი შეხვედრაც პროკრედიტ ბანკთან და ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან მიზნად ისახავდა, რომ აქ არის რესურსები, აქ არის შეაძლებლობა, მოდი ერთად შევძლოთ მისი გამოყენება. ეს იყო მასტერკლასი, თავიდან ბოლომდე, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფას მაყურებელს მიმართავ, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ 25 წუთით ძალიან ისე ამოვნა, იმიტომ რომ ამომწურავი, ანალიტიკური და კონკრეტულად წერტილოვან რჩევებზე და რეკომენდაციებზე აგებული საუბარი გამოგვივიდა, რითვისაც ძალიან დიდ მადლობას თქვენ გიხდით, ბატონებო და მე ჯერა დარწმუნებული ვარ, რომ აი ძალიან ისეთი სისტემატური სახე ექნება ასეთი ინიციატივებს და კოლაბორაციებს და გვიგულეთ გვერდით ყოველთვის ამ მიმართულებების პრომოუშენში და ცნობიერების ამაღლების ნაწილში და არა მარტო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ბაატაშვილ ღაიას, ბატონ გელა ბაქრაძეს, გადაცემა მონეტიზაციაში მონაწილეობისთვის.